პროპაგანდის არსიც ეგ არის, რომ გაფიქრებინოს, რომ შენ ფიქრობ ამას და არა ის, რომ ეგეუბნები, რომ ასე უნდა იფიქრო. აბა ვინ უნდა მოვიდეს? მე ვიღაც ეთყვის, რომ რა ვიცი, მოვიდეს სხვადასხვა პარტიები და მე რა ხდება? რას ამბობენ? ეგენი ერთმანეთს დაჭამენ. თითო ადამიანის ხმა ხდება, მე უკვე გადამწყვეტი და არა მე აქ ავარ და როგორც ვინა ესე მოვიქცე. ვისაც მედიაში არ გიმუშავებთ, ვინც შიდა პროცესში არ ყოფილა, ამას ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ მას შემდეგ კამერები გადის. ის ადამიანი დაასანქცირეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. და ეუბნები, რომ არ მინდა რომ შენ განიხილო ჩემი საქმე. ის გეუბნება, რომ არ მაინტერესებს. მორალის პოლიცია არის პარტაქტივი დღეს და აბა ძმაო, შენ რაღაცა იქ, რაღაცები გეშლება, ვის რა დაულა იქე. ანუ ეგრე მიდის საქმის გარჩევები, ხო? ვერც კულტურის მინისტრი ვერ გაბედავს, მიიღოს ასე მარტივად გადაწყვეტილება, რომ შეიძლება თვითონაც არ იცოდა დოირო მოხსნა თეატრიდან. ბენზინის ფული დაადებინეს, ერთ-ერთ რეგიონში მოხდა ეგ ამბავი, მიკროავტობუსით მათ შეგროვებული ფული წაიყვანეს ქალაქში, სადაც ჩადიოდა ბიზინა. ხო, საცოდაო. ჩვენ ფულს დებთ ხოლმე. მე ვიცნობდი ძალიან პედაგოგს, რომელიც აპოლიტიკურები იყვნენ საქმიანობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური შეხედულებები არ ქონდათ. არ იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესებში. და ახლა ყველაა ჩართული. არ მინდა რომ ძალიან იყვიროს ჩემმა საქმემ ხო. და ვინმეს პოლიტიკური ინტერესი არ გაუჩინო შემთხვევით და რაღაცა თავის ტკივილი არ მჭირდება. ეს მომისმენია ადამიანებისგან, რომლებიც არიან ბიზნესში. ახალმა თქვა რომ მე ის უნდა დავანგრიო, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის რა ფუნდამენტია და საერთოდ თავიდან უნდა ავაშენო. და უფრო სიღრმეში რომ ჩავედით, ერთიც და მეორეც ვინც ტენდერი მოიგო, იყო ერთი და იგივე. მართლა? უბრალოდ ქონა სახელი შეცვლილი. აბა ვინ უნდა მოვიდეს? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნათქვამი და გავრცელებული ფრაზა, ფრთიანი ფრაზა, როგორც უწოდებთ ხოლმე, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენს მაყურებელს აუცილებლად სადღაც მოხვედრია ყურში და იმის გამო, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის რაღაც უბრალოდ გასატარებელი და შემთხვევით ყურში მოხვედრილი ფრაზა, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და საკუთარი ამოცანა. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აბა ვინ უნდა მოვიდეს გარშემო ვისაუბროთ. ვთქვათ, რა მიზანს ემსახურება ეს ფრაზა, რა ეფექტს ახდენს, რა შედეგამდე მიდის და ასევე დღევანდელ ვიდეოში ვეცდებით, რომ ვთქვათ, ჩვენი აზრი და მინიმუმ შემოგიყვანოთ თქვენც ამ დისკუსიაში, რომ აი ამ კითხვას აქვს თავისი პასუხი და ეს პასუხი არის ბალანსი, რაც ჩემი აზრით არის ნამდვილად შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან 26 ოქტომბრის არჩევნების დროს. ჩვენ არ გავუშვით, მაგრამ ასე მოხდა, რომ გაგვაშვით დაგვაკარგინეს ეს შანსი, რომ ყოფილიყო ბალანსი და ეს შანსი, აქ ვთქვათ, რომ შეიძლება ხვალაც გაჩნდეს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე და არც ისე არარეალისტური მგონია მე ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა. ცოტა დიდი წარდგენა გამომივიდა თემის, მაგრამ მე მგონი მკაფიოდ თქვით, რას უნდა ელოდოს მაყურებელი ამ ეპიზოდიდან და დავიწყოთ. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline და ჩემთან ერთად არის ამ პოდკასტში თამარ თათო შარიქაძე. მე ესე მომწონს. თითო პოდკასტში თითო სახელს დავამატებთ. თათო. გამარჯობა უთხრათ ჩვენს მაყურებელს. მიხარია რომ გვიყურებთ და იმედი მაქვს რომ დღევანდელი პოდკასტის საინტერესო იქნება, მოყვება გამოხმაურებაც და ჩემთვის ეგ ფრაზა, აბა ვინ უნდა მოვიდეს არის სუფთად პროპაგანდისტული ფრაზა, რომელიც არ გაჩენილა დღეს. თითქოს რაღაც ხალხის წიაღიდან ამოსული ფრაზა არის, ხო? ხო, პროპაგანდის არსიც ეგ არის, რომ გაფიქრებინოს, რომ შენ ფიქრობ ამას და არა ის, რომ ეგეუბნები, რომ ასე უნდა იფიქრო. ეგ კითხვა ჩვენ ბევრი წელია გვესმის, ჩემს ცნობიერებაშიც ეგ კითხვა წინა ხელისუფლების დროსაც ისმოდა. ხო, იმიტომ რომ ადამიანებს უთხრა, რომ შეჩვეული ჯობია, ვიდრე რაღაცა სიახლის შემოტანას. შენ ნახევრად ამაზე პასუხი გაცემული გაქვს, მაგრამ მაინც კითხავ, რომ რადგან უკვე ეს კოალიციური და მრავალფეროვანი პარლამენტი ვახსენეთ, მაგრამ მე არ მეგულება დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება იყოს უმრავლესობაში. აი აქ მინდა რომ მაყურებლისთვის გასაგებად ავხსნათ ჩვენ ეს თემა, იმიტომ რომ ამაში ჩვენ თანამოაზრეები ვართ და
მე არჩევნებზეც ამის მიხედვით გავაკეთეთ არჩევანი. შენი გადმოსახედიდან მინდა გითხო, რომ გეგულება თუ არა და საერთოდ ემხრობი თუ არა ამ ქვეყნის გამოცდილების შემდეგ იმას, რომ ერთპიროვნული უმრავლესობით, საკონსტიტუციო უმრავლესობით შეიძლება არსებობდეს ისევ პარლამენტი საქართველოში. სახეზე არა, ამას არ უნდა დიდი მსჯელობა. ეგ არის დამღუპველი ჩემი აზრით და არავითარ შემთხვევაში მე არ მივესალმები, რომ საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა მართავდეს ყველა სახელმწიფო შტოს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ. რომ ეს სადამდე მიდის, ჩვენ ვნახეთ 2012 წლამდეც და ეს სადამდე მიდის, ამას უყურებთ დღესაც, როდესაც არ ვიცი, ფანტაზიას ცდება უკვე და აქ ერთი რამე უნდა დავამატო კიდევ, რომ ტემპიც გაიზარდა ძალიან, ამოს თქواس ვერ ვასწრებთ, ისეთ ახალ-ახალ სიგიჟებს გვთავაზობენ და გუშინ რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვზეიმობდით, დღეს არ ვიცი საერთოდ ხალხი გააზრებასაც ვერ ასწრებს, სად მიდის ეს ქვეყანა და როგორ უცებ ხდება ისე რომ არ არსებობს კონკურენცია, ისე რომ არ არსებობს კითხვის დამსმელი, ისე რომ ეს კითხვის დამსმელი რო არ არსებობს, ეგ კიდე ცალკე თემა არის იქ, რატომ ხდება ეგ ამარ. ნუ ერთ სიტყვით ამის ხმა მინდა რომ ხო, არა, წარმოუდგენელია, ერთადერთი ჩემი აზრით, რაც არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ამ ქვეყნისთვის ეს არის ბალანსის არსებობა როგორმე. ხო, მე მგონია რომ მე მიყვარს ხოლმე ეგეთი შედარებები რა. წინაზე ერთ-ერთ პოდკასტში ვახსენე ხორუმი, რომ სინქრონში ცეკვას როგორ შეუძლია იდეალური შედეგის დადება, ხო? მაგ ლოგიკით თუ ჩვენი ფესვები არის მრავალხმიანობა, როგორ შეიძლება სხვადასხვა ხმაზე ერთმანეთს შეუხმატკბილოთ ხმები და მივიღოთ იდეალური შედეგი, აი გურული კრიმანჭულია ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ყველა თავისას მღერის, არ არსებობს იქ რაღაც მუსიკალური გათვლა და შემთხვევითი აყოლა, ხო? ეგ არის პოზიტიური სცენარი, თათო, როცა ადამიანებს უნდათ რომ რაღაცა ერთად გამოუვიდეთ, ხო? ხო მეთანხმები, ანუ იქ სხვათა შორის ერთ-ერთ მუსიკოსს აქვს ეს ნათქვამი, რომ მინდა ისე ანუ თუო ჩვენი კულტურაო არის სიმღერაო, ნამდვილად ჩვენი აი გენში გამჯდარი კულტურა, მინდაო რომ სხვადასხვა ხმებზე რომ ღერითო და მე ბოლოს სიმღერაში უნისონით, ანუ ერთი ნოტით რომ თავრდებაო, აი ეგეთი სახელმწიფო შევქმნათო, რომ ყველა ერთი იდეისთვის, მთავარი ღირებულებისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ვიბრძოდეთ, მე ეს ფორმები უკვე სად რა არის პრიორიტეტი, როგორ ჯობია განსაზღვროთ, ხო? ეს მე ეტაპობრივად უკვე როცა მთავარი ღირებულება გამოძრავებს, მე მგონია რომ მე შესაძლებლობა შესაძლებელია, ხო? ხო, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ აქ რაღაცა საერთო ღირებულებებზე ამ შემთხვევაში არ არის ხალხი და ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც სწორედაც რაღაც დემოკრატიის საფარქვეშ სხვა რამეს გვასაღებს და სხვაგან მიყავთ ეს ქვეყანა. ანუ იდეალური სცენარი ხატის შეცვლა ხდება ჩვენ თვალწინ. და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ. იდეალური სცენარია ეგ კი ბატონო, რომ ადამიანებს აქვთ ერთი ამოცანა და მიდიან ამ ერთი ამოცანისკენ რაღაც მრავალხმიანობით და ბევრი დგას ერთ ჯაჭვში ხორმში. გავიგე? აქვს უთვალავი ფერი. ხო, ნუ ეს არაჩვეულებრივია კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვართ ასეთ რეალობაში, როცა ბალანსში უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ერთმანეთის ამბიციები აქვს ხალხს დასაბალანსებელი. მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენ ისევ 26 ოქტომბრის არჩევნებზე რო არ ვისაუბროთ, ჩემთვის მე ასე მწამს და მგონია რომ ქვეყნის იზოლაციაც აჩვენებს ამას, რომ გარდაუვალია ახალი არჩევნების დანიშვნა. იმიტომ რომ გვიანაც მგონია რომ ესე იქნება, იმიტომ რომ ეს მოხდება თვითმმართველობასთან ერთად თუ მანამდე აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ქვეყანა, ძლიერი ფინანსურად, ეკონომიკურად, რომ გავუძლოთ იზოლაციაში ყოფნას და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და როგორი დიქტატურას არ უნდა უნდოდეს, ნუ მაშინ მივიღებთ უკიდურეს შედეგს, რაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ არ მჯერაო, რომ ქართველიო სანამ ისევ პარკეტს არ აყრის და არ დაწვავს, რომ ოჯახი გაათფოსო, მაქამდე სანამ არ მივალთ, არ მჯერაო, რომ ვერ ხვდება საით მივდივართო და ყველა გამახსენდა სკოლაში ვაკეთებდით ხოლმე, ბნელ 90-იანებში ფარდებსაც ვწავდით.
ხო და რატომ მოვიყვანე ეს არჩევნები მაგალითად? ამიტომ მინდა რომ ვისაუბროთ იმ არჩევნებზე, რომელიც აუცილებლად გველოდება წინ. და მინდა რომ ამ არჩევნებს არ შევხვდეთ უიმე ჩაინიშნა არჩევნები და ისე გაცოცხლდეს, ხო, მანდ იყოს. ამიტომ მე ისევ იმ იდეას ვაწვევი, რომ ჩემთვის მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტი არის, რომ ამას როგორც გინათ ისე დაარქვით. ერთმანეთის გაჯიბრება დავარქვათ, ხო, რომ მე უკეთესი ვარ თუ შენ უკეთესი ხარ. ის რომ ვიღაცებმა შეძლონ მართლა კოორდინირებულად რაღაც პარტიებმა ურთიერთობა, იქნებ უკეთეს შედეგზე გავიდეთ. და მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ ჩვენ ეს გვექნებოდა 26 ოქტომბრის მერე, თუმცა იმასაც ვამბობ, ეს ერთ-ერთგან თქვით ჩვენ პოდკასტში და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ და დიქტატორულ რეჟიმს ვებრძვით ძალიან რთულია. და მგონია, რომ ჩვენ თავებში თუ ეს რევოლუცია სწორად არ მოვახდინეთ და სწორად არ მივხვდით, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ ასე 20 წელი რო გავიდეს. 25 წელი და რა ვიცი 70 წელიც ვიყავით საბჭოთა კავშირის ტყვეობაში, ხო? ეს ხო უფრო დამძიმდება ჩვენ თავებში. იმიტომ რომ მე მგონია, რომ თუ რაღაც კონდიციამდე ჩვენ გამარჯვება ვერ ვნახეთ იმა და მე და შენ, რომელიც ითვლება, რომ ოპტიმისტურად განწყობილები ვართ, მებრძოლი ხალხი ვართ, უკან არ ვიხევთ, სადღაც ეს ნიჰილიზმი ჩვენს დაგვეწევა და მე არ მინდა ვთქვა, რომ ამოვწურე ყველანაირი რესურსი, ვერ დავდეთ ის შედეგი, რაც ამ ქვეყნისთვის უკეთესი იყო და მოდი წავიდე. იმიტომ რომ მე ამ ვერსიას არასდროს არ განვიხილავ, რომ ამ ქვეყანაში არ ვიყო. ხო და მე მგონია, რომ ეს ჩვენი საუბრის მთავარი არსიც, რომ აქ არ არის კონკრეტულ პარტიებზე საუბარი და რაღაცა რომელიმე კონკრეტულის რაღაცა ხედვებზე. აქ არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას კარგად აუხსნათ, რას ნიშნავს მრავალფეროვნება პარლამენტში, რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტში მრავალფეროვნებას, რომ ეს მთავრობაზე აისახება, სამინისტროებზე გადადის, საკრებულოებზე გადადის და თან იცი რა, მე მგონი გვაქვს ჩვენ მაგალითი. იმიტომ არა, რომ წალენჯი ხააყვავდა და რაღაც განსაკუთრებულია დღეს, მაგრამ კონკურენციამ რაღაც შედეგები დადო. ასე მგონია. კაი, შედეგებზე აუცილებლად მინდოდა საუბარი. ახლა ვინც ჩვენ გვისმენს, თათო, მე მგონია, რომ გაუჩნდებათ ეგეთი კითხვა, რაც როგორც წესი, აბა ვინ უნდა მოვიდეს აი ამ შეგონებას, მოსდევს ხოლმე გაგრძელებად რა. ნახე, აბა ვინ უნდა მოვიდეს? მე ვიღაც ეთყვის, რომ რა ვიცი, მოვიდეს სხვადასხვა პარტიები და მე რა ხდება? რას ამბობენ? ეგენი ერთმანეთს დაჭამენ. ხო, ეს ამას მგონია, რომ დღეს ჩვენ უნდა უპასუხოთ, რატომ არ მოხდება ეგრე. მაგალითზე საუბრობდი და უფრო მეტად გავშლი ამ თემას და არ ვიცი, მე ჩემ პირად გამოცდილებას გავიხსენებ რა. რამდენჯერ ყოფილვარ პარლამენტში ან ყოფილვარ თუნდაც თბილისის საკრებულოში და როდესაც იქ არის მედია, ყოველთვის არის ხოლმე ეს რაღაც ერთმანეთის მიმართ შეძახილები, ყვირილი ჭუბი, ვიღაცა აღდგება, გავარდება პროტესტის ნიშნად, დატოვებს რაღაცა, ეს შოუ დასრულდება ხოლმე და მერე სხდებიან ისევ არა, მანამდე ერთი სიტყვა დაგავსდა. კამერები გადიან. კამერა ხო, ანუ კი, შოუ მთავრდება როდის, როცა კამერები გადიან. და როგორც კი კამერები გადიან, მაშინვე პროცესი ხდება საქმიანი. და ჩვენ, ანუ აი ვინც მაგ დისკუსიაში შეხვალთ ვინმესთან, არ ვიცი, გაიხსენეთ ეს მაგალითი რა. ეს ყოველ თქვენ ამას ვერ ხედავთ. ვისაც მედიაში არ გიმუშავიათ, ვინც შიდა პროცესში არ ყოფილა, ამას ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ მას შემდეგ კამერები გადის, მაგრამ არათუ სხდომებზე, დერეფნებში, კიბეზე, ეს სასადილოში, კაფეში ერთმანეთს რო ხოცავენ, ვითომ აი ამ პოლიტიკური ქულების დასაწერად, მე ერთად სხდებიან და რაღაცებს აკეთებენ ხოლმე. და გამახსენეთ ახლა კი დღეს არის ეგეთი მოცემულობა, რომ პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნებაა და ვითომ ოპოზიცია ყავს თავისივე ეს დანაყოფები ხალხის ძალა, ხო? მაგრამ გავიხსენოთ წინა შემთხვევები, აბა წინა პარლამენტი, იმის წინა პარლამენტი, ხო? სადაც იყო ოპოზიციაც. საკრებულოების მაგალითი ავიღოთ თუნდაც. გინახავს როდისმე რომ ბიუჯეტი არ დამტკიცებულიყო?
ხო, არასოდეს. ანუ ეს ყოველთვის ხალხი დგება მერე რაღაც პერიოდის განმავლობაში დგამს შოუებს, ალბათ გაგახსენდებათ ეგეთი შემთხვევები, რა ვიცი, რუსთავშიც, თბილისშიც. ხო, თან მან ნახე ხაზგასასმელი რა არის. ყოველთვის არის ხოლმე ეს ხმაური, მაგრამ მე მაინც ლაგდება. ხო, აქ მაყურებლისთვის რომ კარგად იყოს ეს გასაგები, რომ ჩვენ ახლა რა თუნდაც რუსთავის მაგალითი რომ მოვიყვანეთ, მაგრამ მთავარი ამბავი არის ის, რომ იქ ოპოზიციური სპექტრი ჯამში ქმნიდა უმრავლესობას. ანუ არც ნაცებს ჰქონდათ უმრავლესობა, არც გახარიას პარტიას ჰქონდა უმრავლესობა, არც ოცნებას და ერთმა რაღაცა კომპრომისებით, შეჯერებით, რომ მე ახლა ამას მხარს დაუჭერ იმ შემთხვევაში, თუ მე ამაში შენ გამომყვები. მაგალითად, ყველაზე მეტად ეხა რაც შეიძლება ქალაქებს და განსაკუთრებით თბილისს ტკიოდეს, არის ხოლმე ეს რაღაცა ძალიან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა ეს მრავალსართულიანი ცათამბჯენების აშენება. და იქ რომ მიფიქრია იმაზე, რომ ეხა რომ ოპოზიციას ჰქონდეს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იტყვის იმას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ისეთ პროექტებს, რომელიც ამ ქვეყანას გამოადგება, მაგრამ პროცესში იმისთვის რომ მე რომელსაც მგონია რომ 42 სართულიანი ორი ცათამბჯენი ღმერთთან მოედანზე არ უნდა იდგეს. ყოველ შემთხვევაში მეტი დრო მექნება, მიხვდი? ანუ აი ამ კამათში და თუნდაც ერთმანეთის ჩაჭერით, რომ მე შენ ბიუჯეტს არ დაგიმტკიცებ, თუ შენ ამას არ გადახედავ და 42-ის მაგირვად, აბა მოდი დავიწყოთ დაწევა, აბა მოდი სხვანაირად გავაკეთოთ. აი ეს დეტალები ხო მე ბევრი რამე შეიძლება რაღაცა ბევრმა რამემ შეიძლება შეცვალოს, ხო? ამიტომ ამბობთ, ანუ ჩვენ რო ვახსენეთ საკრებულოებით, ვახსენეთ იმ კონტექსტში, რომ იქ ოპოზიცია ქმნის უმრავლესობას და თითოეული სხმა არის იქ გადამწყვეტი. თითო ადამიანის სხმა ხდება მე უკვე გადამწყვეტი და არა მე აქ ავარ და როგორც ვინა ესე მოვიქცე. ხო, აი მე კიდე რაზე მინდა იცი რომ ჩვენი მსმენელი დავაფიქრო ამ შემთხვევაში. აი ხო არის ხოლმე რომ ხო ისინი ხმაურობენ ერთმანეთს ჭამენ. დადგმული. ახლა არაფერი არ არის, ახლა არ არის ხმაური. ხა. და რა შეიცვალა თქვენთვის ამ ფონზე? წესით უნდა შეცვლილიყო რომ საშინელებები ხდება. ხო, ანუ პოზიტივისკენ რამე შეიცვალა. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ შესაძლოა ვინმეს არ მოწონდეს ხარისხი დისკუსიის, შესაძლოა ვინმეს არ მოწონდეს ვინმეს ქცევა, ან რაღაცა სიტყვათა წყობა, მისი ტონი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხალხო, ეს არის უმარტივესი რამე რა, სადაც არ არის დისკუსია, სადაც არ არის წინააღმდეგობა, იქ ანუ ვერ იქნება ვერანაირი მსჯელობა და შეიძლება 60% იყოს არაფრის მომცემი მსჯელობა, მაგრამ 20%-იც რომ იყოს შედეგზე მიმართული რაღაცა ტიპის დისკუსია, ხო? ეს ცალსახად ჩვენთვის უფრო სხვათა შორის ეგ დისკუსიები გამოჩნდა კარგად, მხოლოდ გირჩი რო იცავდა გაწევაზე კანონს თავდაცვის კანონზე, ხო? ანუ 4 ადამიანმა შეძლო რომ პროცესი ჯერეთი ძალიან გაწელა და მართლა ნერვების ომი იყო იქ უკვე. მაგრამ ის მაინც ვერ გააკეთებინა რაც უნდათ. 4 ადამიანმა შეძლო ეს. იმიტომ რომ თემა წამოიწია წინ, იმიტომ რომ ამ დისკუსიამ ადამიანების ჩართულობა გაზარდა. ანუ ჩვენ უკეთესად ეხლა ხვალ რო განეხილათ, გუში რო განიხილონ და გუში რო განეხილათ ეს თავდაცვის ამბავი შეიძლება ვერც გაგვეგო. კი, არა, რამდენი რამე ვერ გავიგეთ. ხო, და ის გავიგეთ, იმიტომ რომ 3 დღე გირჩმა, რა ვიცი, მახსოვს კიდევაც აივანზე ხო მუშაობთ? იბანი არის, აივანზე ხო მუშაობთ ჟურნალისტები და იქიდან ხედავდი, რომ არ გადიოდა ეს 4 ადამიანი ქიჩდა და სნიკერსები და რაღაცები შემოქონდათ. ოღონდ წამი არ ქონოდათ, რომ იქ რამე პროცესი გამოეტოვებინათ. ხო, და ახლა რა ხდება? ახლა აღარ შევდივარ. ფორმალურადაც არავინ არ სვამს? ხო, მაგას ვიძახი, ანუ ამ დისკუსიამ შეძლო ის, რომ ყველა მიცოდა მაშინ რომ ეს განხილვა მიმდინარეობდა და ყველას ჰქონდა აზრი გამოხატვის რაღაცა შესაძლებლობა. ახლა რა ხდება? საკანონმდებლო პროცესი თავისთვის მიდის და ჩვენ ვიგებთ უკვე პოსტფაქტუმ აუი რა კანონი დაუმტკიცებიათ და მე ვიღაცა ქუჩაში გარბის და ვიღაცა დეპრესიაში ვარდება. ხო, თან უნდა დაჩქარებული წესით მიდის, უნდა ვადებს ახანგრძლივებენ, უნდა იქვე დაამთავრებენ, როგორც უნდა ისე. არ ვიცი, ხა თუ ვინმეს მოწონს ეს მოდელი ერთპარტიული მმართველობა, მაშინ არ ვიცი რთული იქნება მაგ ხალხის გადარწმუნება, მაგრამ მე იცი რა მინდა ამ თემის ამ ნაწილის შეჯამებისკენ წავიდეთ და შემდეგ მინდა არ დამავიწყდეს ვისაუბროთ იმაზე რა შედეგს რა გავლენას იქონიებს
საჯარო მოხელეებზე, თუნდაც კერძო სექტორზე, მედიაზე, თქმა უნდა. სასამართლოზე, ანუ შედეგების ნაწილზე მინდა რომ ცალკე ვისაუბროთ და ამაზე გავშალოთ დისკუსია. მაგრამ ანუ აქ მე მგონი საბოლოოდ შევაჯამეთ ეს აზრი, რომ კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ასე ჩანდეს, რომ ადამიანები ერთმანეთს ჭამენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო და წამგებიანი არის ერთპარტიული სისტემა და ერთპარტიული მოცემულობა ნანახი წარმოუდგენელი. გვაქვს რა, ანუ ნანახი გვაქვს, არ ხო. მოგწონს და დროა ვცადოთ ახალი. კი, ყველაზე და აი ეს მარტივი არის პასუხი. მთავარი ამბავი, რომ ამ ჩვენ საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინია აი ამ ახალთან სიახლის. მიახლოვების. კი და ანუ აი ეს მომენტი რომ აბა როგორ იქნება და ძალიან ლამაზად იქნება რა. ხო, რთულია როცა საზოგადოება ადამიანებს ერთმანეთი გადავარწმუნოთ. ჭირდებათ, როცა ადამიანებს ერთმანეთი ჭირდებათ, რომ თუ შენ მე ვერ ძალიან მარტივი რამეა რა. თუ მე რაღაც ნაბიჯის გადადგმაში შენი აზრი არაფერს არ შემიცვლის, თუ შენ არ აქვს ამის ჩაკეტვის რაღაცა ან შეზღუდვის მექანიზმი, საერთოდ შეიძლება არ დაგელაპარაკო, საერთოდ ცხოვრებაში ეს ხდება რა. მაგრამ მე თუ ვინმესთან რაღაცა მაქვს დასაბალანსებელი და მას აქვს რაღაც ბერკეტი რო არა, ძმაო, ეგრე თუა, მაშინ მე შეიძლება წავიდე და რაღაცა გიჩივლო, თუნდაც, ხო? ანუ მე უკვე ეს ბუნებრივი ბარიერი მიჩნდება და შეკავება, როგორც შეკავება, რო ცუდად არ მოვიქცე ბრჭყალებში. ასევე თუ მე მაქვს რაღაცა კონკრეტული ამბის გატანის ინტერესი, რაღაც კონკრეტული კანონის გატანის ინტერესი, პროექტის გატანის ინტერესი, რა ვიცი, გზა იქნება თუ ხიდის აშენება თუ პენსიების მომატება, არ მომატების საკითხი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე მიწევს რომ შენთან დავალაგო. თუნდაც კამერების თანდასწრებით კი არა, მიღმა და ერეფანში რომ შეგხვდები, კიბეზე რომ გავივლით სასადილოში თუ სამსახურს გარეთ. მე ეს მჭირდება და ეს არის ნორმალური. არავინ ანუ ამის თქმა მინდა რა, რომ არავინ ერთმანეთს არ დახოცავს ხალხო, მით უმეტეს იქ არის დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ხალხი, ვისაც გუშინ ერთად უმუშავია და დღეს სხვადასხვა ფერის სკამებზე სხედან. ხო ესეა, ესაც ხო მნიშვნელოვანია რა. მე ძალიან მშვიდად და წარმატებით წარმომედგინა ჯერ კიდევ არჩევნებამდე და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მივიღებდით კოალიციურ მთავრობას, სადაც ადამიანებს თუნდაც იმაზე ვაჭრობა მოუწევდათ კონკრეტულ პროექტზე, ვისი მხარდაჭერა საით წავიდოდა. ეს იქნება მინიმუმ ვეტოს დაძლევა არ უნდა გახდეს უბრალოდ ერთით მეტი დღეს სამუშაო პროცესი პარლამენტში. ხო, ანუ თუნდაც პროცესის ფუნდამენტებს ეხება. არც რომ დავაკვირდეთ, შეიძლება ვიღაცები ამას არ უღრმავდებიან, მაგრამ რატომ არსებობს რაღაცა რეგლამენტი, ხო, პარლამენტში? რატომ არსებობს რაღაცა უბრალო უმრავლესობა, რაღაცა კანონებთან მიმართებაში, რაღაცა სხვანაირი ტიპის ფორუმი უნდა შედგეს, რაღაცებს ჭირდება საკონსტიტუციო. ანუ რეალურად ეგ ხო ბერკეტებია. ერთმანეთი დააბალანსო. ეგ არის ბერკეტები სინამდვილეში შესამუშაო წესები, ხო? სამუშაო შემზღუდავი ბერკეტები არის, რომ საჭიროა მრავალი ადამიანის აზრი, სხვადასხვა პოზიციების მოსმენა და ახლა დღეს იმ რეალობაში საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ და იქ თუ ერთპარტიულები ვიქნებით, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ერთი კაცი პრეზიდენტი გადაწყვეტ და თუ 93 ერთი კაცი გადაწყვეტს, შინაარსით ვერ ვცვლით მაშინ ვერაფერს, ხო? ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ვინმეს მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა, მოუწევდათ კომპრომისებზე ერთმანეთთან წასვლა. ეს არის ჩემი ძალიან მყარი შეხედულება ამ ამბავზე და ალბათ შენც მეთანხმები. კი, თალსახად და ის კანონები არ გვექნებოდა, რა კანონებიც ერთ თვეში, როგორც მოუნდათ, ისე მიიღეს. მე მგონი საკმაოდ ისე ამომწურავად ვთქვით, რას მოიტანს მრავალფეროვანი პარლამენტი. მე მინდა ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, როგორ გაცდება ეგ ყველაფერი პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს და როგორ შევა ეს ყველაფერი სტრუქტურებში. და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვისაც ასეთი მრავალფეროვანი სისტემით მუშაობა, ხო? გულისხმობთ პროკურატურას, სასამართლოს, პოლიციას, მედიას, ხო? ანუ ყველაფერს, თუნდაც კერძო სექტორზე, ბიზნესზე და მის თავისუფლებაზე ვლაპარაკობ. აი, ეგ რო კარგად ავხსნათ რა, რატომ არის მნიშვნელოვანი უკვე აი ამ საჯარო მოხელეებისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მრავალფეროვნება? აი, თათო, ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყანაში არ არის ერთპიროვნული მმართველობა. არც მაშინდელი წინა ხელისუფლების ნაცების მმართველობა არის და არც დღევანდელი ქოცების მმართველობა არ არის. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა მედია? დამოუკიდებელი და თავისუფალი. ანუ ვიღაცის ამბავი რა არის, ხო, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის, რომ
აუ ეხა მე ესე არ გავაკეთო, იმიტომ რომ პირობითად რა ვიცი, ვიღაცის პოსტი არ დავალა იქო. იმიტომ რომ ძალიან პირადი მაგალითები ხარ ანუ გაგახსენე. ამას ეხა რაღაც პარტიული ტიპები ნახავენ და ამის გამო მე პასუხს მომთხოვენ და შეიძლება სამსახური დავკარგო. რეალურად დღეს მედია, პოლიცია, სასამართლო თუ რა ვიცი ცოტა მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ყველანი არიან მაგ წნეხის ქვეშ. ესე იყო მიშას დროსაც, ასე არის დღესაც. დღეს განსაკუთრებით გამძაფრებული არის ხალხი ამ სოციალური ქსელების რაღაც ამ ახალ ეტაპზე და ამ ახალ ცხოვრებაში უკვე ყველაფერზე შებოჭილია, ნებისმიერი, რა ვიცი, არავინ არ დაიტრაბახოს, რომ ეგ არ არის. მე რა ვიცი, რაც სამსახურიდან წამოვედი, მაგის მერე განსაკუთრებით ცხადად ვაკვირდები ხალხის რეაქციებს, სად და როგორ და რანაირად გამოხატავენ და ამაზე ლაპარაკობს ყველა. რატო ხდება ეგ, ხო? იმიტომ რომ წნეხის ქვეშ არიან, იმიტომ რომ ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და აბა ეხა ვინ როგორ აზრ კრიმინალი არ გამოჩნდეს რა, კაი სიტყვა, აზრ კრიმინალი. ხო, ეგ მაშინ არო ხო 1984-ში აზრ კრიმინალები რო არიან და რო არ უნდა გაიფიქროს რაღაცაზე მეტი. აი დაახლოებით მაგ რეალობაში ვართ ახლა. თუ არა და მორალის პოლიცია რო დასჯის რა მე რა. ეგ მორალის პოლიცია არის პარტაქტივი დღეს და აბა ძმაო შენ რაღაცა იქ რაღაცები გეშლება ვის რა დაულა იქე. ანუ ეგრე მიდის საქმის გარჩევები ხო? აი ამ და ხო ანუ სად მივდიოდი? წარმოვიდგინოთ რომ არ არსებობს ეს ყველაფერი. ანუ მე არა ვარ ანგარიში ვალდებული ვიღაცა ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და შემიძლია რომ თქვა და მეორესთან მივიდე, როცა ვიცი რომ მას არ აქვს ცალსახა მართლობა, მას არ აქვს ყველა ბერკეტი ხელში, შემიძლია რომ მაგ შემთხვევაში უთხრა, აუ ამან რაღაცა ძალიან შემაწუხა რა და ამაზე ხმა ამოვიღო და მეორესთან მივიდე რომ დამეხმაროს, ხო? ანუ შენ წარმოგიდგენია რა მოხდება მაგ შემთხვევაში საჯარო სამსახურებში? ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი. აი ვიღაცას უსამართლოდ რო აგდებენ. ჩვენ გქონდა ინტერვიუ ამ ჩვენ Redline-ზე ნინის სანადირაძესთან, ხო? მუზეუმების გაერთიანების ყოფილ დირექტორთან და ძალიან სევდიანი გადაღება იყო. ეს კალი ანუ შექმნა რა თავიდან ბოლომდე არარსებული ინსტიტუცია შექმნა და ძალიან წარმატებული გახადა და ერთი ხელის მოსმით მოიქნიეს სამსახურიდან ისე რომ ნორმალურად მადლობა და ნახვამდის არ უთქვამს. ნორმალურად კი არა, არ უთქვამთ საერთოდ არაფერი, წერილობით აცნობეს პოსტით თუ რაღაც ელექტრონული შეტყობინებით მიუვიდა წერილი რომ შენ განთავისუფლებული ხარ სამსახურიდან. და ადამიანებს იმისი რაღაცა არ ეყოთ იმის ენერგია რომ მისულიყვნენ და გამბედაობა რომ მისულიყვნენ და ეთქვათ რომ მადლობა და მწყინს რომ შენ მიდიხარ. ანუ ადამიანები აი სწორედ ამ პოლიტიკური წნეხის გამო თანახმა არიან რომ უკვე რაღაც დასმენის წერილები დაწერონ, რაღაცა ცრუ საზოგადოებრივი მაუწყებელია მაგის კარგი მაგალითი და სხვა შეს ნინო ზაოტაშვილის ინტერვიუს უსმენდი და თქვა რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე წერილიც არ მეუვიდა. სამსახურში მივიდა. ხო, ეს თათბირზე რომ ტურნიკს არ ვიცი ქართულად რა ქვია. ტურნიკეტი ისა? შესვლის დროს რომ საშვი უნდა ტურნიკეტი კი. იმას დაადო საშვი და უბრალოდ ვეღარ შევიდა. და ასე გაიგო რომ ტელევიზიაში აღარ მუშაობდა. ხო, მოდი აბა წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა რო არ იყოს. ხო, ანუ ამ ხშირად ამ კითხვას იმიტომ მსვამ რომ ადამიანები დავაფიქრო რა, იმიტომ რომ ხალხო ეგ არის გამოსავალი. მართლა ეგ არის გამოსავალი. ძალიან ბევრი ადამიანი ადგებოდა და დაიცავდა მეორე მისი თანამშრომლის უფლებებს. რა თქმა უნდა. რომ არ კონდეს იმის იმიტომ რომ განსაკუთრებოდა რომ სამართლიანი სასამართლოზე გაუშვებს სამსახურიდან, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული. არა, ნახე, ვასილ მაღლაფერიძე თუ გაგიშვებს სამსახურიდან, მერე გაქვს ბევრი ბერკეტი. და ამით შეგიძლია შენი სამართლიანობა მოძებნო მე. და მე სამართლიანობა ვახსენეთ და სასამართლოში მივიდე. ხო, მაგას ვიძახი, ანუ არ ყავს მე მოსამართლე, რომელიც დასანქცირებულია და ეუბნები, რომ დასანქცირებული ხარ შენ და არ მინდა რომ ჩემი საქმე განიხილო და ის გეუბნება რომ არ მაინტერესებს ახლა მე კაცო სხვა ქვეყანა მე აქ რას მერჩის და მე ანუ აცილებასაც ვერ აკეთებ.
ანუ პოლიტიკური კონტექსტი ხო არა, რომ ის ადამიანი დაასანქცირეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. და ეუბნები რომ არ მინდა რომ შენ განიხილო ჩემი საქმე. ის გეუბნება რომ არ მაინტერესებს. და რაც არ უნდა წახვიდე სააპელაციოში და უზენდა, ანუ ესე გამოდის, ბევრი წელია ჩვენ ქვეყანაში ესე გამოდის, რომ ადამიანები ამ სამართლებრივ ინსტიტუციებს და საფეხურებს გადიან, იმიტომ რომ სტრასბურგამდე მივიდნენ, იმიტომ რომ სტრასბურგში ვერ წახვალ თუ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. სამივე ინსტანცია აქ უნდა გაიარო. კი, და ეს სამივე ინსტანციას იმიტომ კი არ გავდივართ, რომ სამართალს აქ ვიპოვით. იმიტომ რომ სტრასბურგამდე სხვანაირად ბიუროკრატია გახდა. და კიდევ მეც გეტყვი, მე ხარ გამახსენდა იცი მაგას რო ყვებოდი, ეუთოს დასკვნაში იყო ეგეთი მაგალითი მოყვანილი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მიმართავდა დარღვევებთან დაკავშირებით პოლიციას, იმიტომ რომ პოლიციის მიმართ არ ჰქონდათ ნდობა. ძალიან ბევრი ადამიანი არ მიმართავდა სასამართლოს წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების დღეს დარღვევებთან დაკავშირებით, არ ადგენდა უქმებს. ეს არის ჩემი სიტყვები არ არის, ეს წერია ეუთოში წერია, კი ბატონო. არ მიმართავდნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ სასამართლოს ნდობა. და მე გკითხავ, ხომ არ გგონია რომ 26 ოქტომბრის მერე ეგ ნდობის ხარისხი კიდევ უფრო დაბალზეა დაწეული. რა თქმა უნდა. დღეს აი მართლა მგონია რომ პოლიციის რეპუტაცია რომელიც იყო მართლა უმაღლეს დონეზე და აი სასამართლო ამოვწუროთ და ეგაც შევაჯამოთ და მე ხო, ანუ აი იგივე გამოდის, ანუ ნდობა სასამართლოს იგივეა სათქმელი. ანუ ვიღაცა პოლიციელი არ წავა და რაღაც ცრუ დასმენას არ გააკეთებს, იმიტომ რომ პარტიის შიში აქვს რა, თუ არსებობს ბალანსი და იტყვის რომ მოდი რა ჩემ კარგო აგერ ამ სამინისტროს ყავს პირობითად 2-3 მოადგილე ყავს, აქედან 2 არის ოპოზიციური. იმ ოპოზიციურ მხარესთან წავიდო და საჩივრით ამ შემთხვევაში და ეტყვის რომ აი ეს ამასაკე. ანუ ეგ არის ძალიან მაგარი შემაკავებელი რამე, როგორც პოლიციის შემთხვევაში, ასევე მოსამართლეების შემთხვევაში. ხო, ეხლა სადაც ამხელა მართლა ყბადაღებული კლანი არ არსებობს და რაღაც ერთ პოლიტიკურ ღერძზე არ არის ჩამოკიდებული, იქ უკვე მოსამართლეებს წარმოგიდგენიან ამხელა თავისუფლება მიეცემათ. კი, და გახდებიან მართლა სამართლიანები. ეგ არის, სამართლიანები გახდებიან. ნუ სადღაც რაღაც გადაცვლება ყოველთვის იქნება, ეხლა წმინდანი ვერავინ ვერ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა კანონების და რაღაცის მიხედვით ის არ არის, რომ წიხლი ჩამარტყა ხარებამ და ხარებამ ჩაგარტყა თქვენ დაგაჯარიმეთ 2500 ლარით, ამას მაინც ვეღარ ვნახავთ. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ამ მრავალფეროვნებას მოაქვს ინსტიტუციებში, როგორც ვთქვით, მრავალფეროვნება და ეგ ჩემთვის ნიშნავს და თუ ვწდები გამისწორე, რომ ჩვენ არ გვეყოლება 13 სამინისტროში ერთპარტიულად დანიშნული ყველა ერთი პარტიის წარმომადგენელი, ხო? ანუ სხვა იქნება ჯანდაცვის მინისტრი, სხვა იქნება პროკურორი, ხო, თუნდაც, მაგრამ ხო, სამინისტროების გულისხმობ. მოხდება ძალოვნებისთან არიან ეს. რა თქმა უნდა და ეგ მერე ესე რომ გამოდია ხოლმე მე მუშავია ბიუჯეტზე და მაგიტო რომ აი პრიორიტეტად განსაზღვრეთ ჩვენ ახლა დავჯექით და ახლა მხოლოდ ჯანდაცვაში უნდა ჩავდოთ ყველაზე ბევრი ფული და თავდაცვაში საერთოდ არ ჩავდოთ. ხო, ეს იყო ეს მოცემულობა ამ ბიუჯეტის დროს. ამას ვერ გააკეთებ, როცა იმ თავდაცვაში შენი კაცი არ გიზის, შენი დანიშნული, რომელსაც ეტყვი რომ მოიცა კაცო, ხა შემდეგ წელს მოგხედავ, ან საერთოდ არ უნდა მოგხედო, იმიტომ რომ ესაა ხა ჩვენი ამოცანა, რომ შენ არ უნდა მოგხედო და თავდაცვაში ხა ფული არ ჩავდოთ, ხო? მე მგონია რომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თავის სამინისტროს, სოფლის მეურნეობა იქნება, გარემოსდაცვა იქნება, განათლება იქნება, კულტურა იქნება, თავის თავს წამოწევს და ვერც კულტურის მინისტრი ვერ გაბედავს, მიიღოს ასე მარტივად გადაწყვეტილება, რომ შეიძლება თვითონაც არ იცოდა დოი რომ მოხსნა თეატრიდან. ანუ ამ დონეზე რო დავიდეთ, ხო? ვერავინ ვერ გაბედავს, ვერც განათლების მინისტრი ვერ გაბედავს, რომ ბაღებიდან და ბაღები მერიას ეკუთვნის, სკოლებიდან ხალხი გაუშვას, იმიტომ რომ ხო, თუნდაც დირექტორები, თუნდაც მასწავლებლები, იმიტომ რომ საარჩევნოდ ვერ მოაბილიზეს ხალხი. აი მთავარი. კი. თავარი არჩევნების წინ ის ვინც ავალებს სხვა ადამიანებს და ემუქრება რომ სხვა შემთხვევაში ისინი სამსახურს დაკარგავენ, აი ამას ვეღარ მივიღეთ. ეგ ბერკეტი გაუქრებათ. ეგ ბერკეტი არის და მაგ ბერკეტზე დგას ეს ქვეყანა დიდი ხანია, სამწუხაროდ. ეს რეჟიმები. ამაზე დგას, იმიტომ რომ სრულიად რა ვიცი, მე ვიცნობდი ძალიან პედაგოგს, რომელიც აპოლიტიკურები იყვნენ საქმიანობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური შეხედულებები არ ჰქონდათ. არ იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესებში. და ახლა ყველაა ჩართული.
ყველა ერთი ამბავი მოგიყვე, ეს მიყვარს ამბები რომ ახსენდება ხოლმე. მეც მიყვარს ეგეთ ამბებს რო ყვებით ხოლმე. ბაღების და სკოლის მასწავლებლები, აღზრდელები რომ დაატარებდნენ ხოლმე არჩევნების დროს რეგიონებში და ქალაქებში, ეს ხო ყველასთვის ნაცნობი ამბავი არის. ეგეთი ამბავი გავიგე, მიშას დროსაც ხო ესე იყო, ცხადია. სულ რო ხაზგას მაგვიწევს. არა, ესე იყო, ნამდვილად ასე მიშას დროსაც ასე იყო, ამ ხალხს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა არჩევნების წინ. წინა საარჩევნოები ესე არის ახლაც. ახლა განსაკუთრებით. რა ვიცი ხა ვისაც როგორ უნდა ისე შეადაროს მე არც იმას ვიტყვი რომ ის ჯობია, ის უფრო მეტად თუ ეს უფრო მეტად. რამდენშია ცუდი. განსხვავებას ვამბობ, ნახე. ერთი ადამიანისგან, რომელიც იყო ბაღის აღმზრდელი, მოვისმინე ეგეთი ამბავი. კაცო, მიშას დროს ხო დაგვატარებდნენო ესეო. მაშინო რაღაცა ორ კაპიკსო გვაძლევდნენო. და ახლაო, ეგ იყო, ეხლა არ ხდება, ეს არის თუ არ ვცდები, წინა არჩევნები თუ იმის წინა, ოცნების პერიოდში ხდება ამბავი, ფული დაადებინეს. ვაიმე. რომ ბენზინის ფული დაადებინეს, ერთ-ერთ რეგიონში მოხდა ეგ ამბავი და მარშრუტკით მერე მათივე შეგროვებული, ხო, მიკროავტობუსით მათივე შეგროვებული ფული წაიყვანეს ქალაქში, სადაც ჩადიოდა ბიზინა. რა უხერხულია. და მაგ ხალხის უმრავლესობამ ბიზნეს ხმა იმიტომ ისცა რომ უფასო ფულს დაურიგებ. ადამიანისგან პირდაპირ მოსმენილი ამბავია რა, ეს არის მის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობის მოყოლილი ამბავი. ოღონდ მე იცი რა მგონია, ეგ რო პრობლემაა და ეხლა მე რო გული მომიკუდა ხო არის. მაგრამ ის ადამიანი იმედია რომ ხვალაც იგივეს არ გააკეთებს. არ ვიცი, ეგ ხალხი არის ძალიან მოწყვლადი და ეგ ხალხი არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ. და ეგ არის ამოცანა, რომ ეგ ხალხი უნდა გათავისუფლდეს ამ წნეხის ქვეშ და არ შეიძლება რომ ბაღის აღმზრდელი, რომელიც რაღაცა 500 ლარს იღებს ხელფას თუ 600 ლარს იღებს თუ არ ვიცი რამდენს იღებს, რამდენსაც არ უნდა იღებდეს. ნეტა მაგდენსაცია, ხო, როგორ? ჩვენ მაგდენსაც ვერ ვიღებთ, კარგი რეპლიკა. კი ბატონო, ჩვენ ამ ეტაპზე მაგდენსაც ვერ ვიღებთ, მოსყიდული არ ხარ ბეკა? ხო, საცოდაო. ჩვენ ფულს დებთ ხოლმე. ერთს დავამატებ, წეღარა რეპლიკას თქვი რა, რომ იგივეს არ გააკეთებს იმედი მაქვს, ხო? იხა რომ მოვა არჩევნები იმაზე რა ქვია, იგივე შეცდომას არ დაუშვებს. მე ერთმა ბაღის აღმზრდელმა მითხრა, რომ დიდი შანსია რომ სამსახურიდან გამიშვანო. ოღონდო, ოცნებასაც მიცა ხმა. შეხვედრები რო იმართებოდა და დიდი გამოსვლები ბიზნესი, იქაცო ძალით მივყავდი, მაგრამ მივდიოდი, ანუ ყველა წესი დავიცავი, რომელიც მათ დამიდეს, რომ ეს სამსახური არ დამეკარგა, მაგრამ სამსახური მაინც იკარგება. რატო? იმიტომ რომ განწყობები მაინც იციან, რომ არ აქვს ისეთი, როგორიც მათ უნდათ. აზრის პოლიცია ჩაერია? აი, აზრის პოლიცია ჩაერია. ანუ თითქოს ყველაფერი. მე ვიცი, მაგალითად, ეხლა მართლა ის არის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდის მიზერული ხელფასის დაკარგვას. ეგ ხო ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე გვაქვს. 300 ლარიან ხელფასზე რო ადამიანი იტირებს, რომ აი მე ახლა მე ამას დავკარგავ. ხო, იმიტომ რომ იმას არც დანაზოგი ექნება, ვერც დანაზოგი ექნება და რა ვიცი, ეხლა სხვა შემოსავალი რო ქონდეს, მაგ ხელფასზე არ იმუშავებდა და მაგიტომ აჭერენ მაგ. იმის განცდაც მაგაში საქმე, იმის განცდაც არა აქვს, რომ დაკარგავს ამ 300 ლარიან ხელფასს. რომ რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და სიმართლეს იპოვის. მაგის განცდა. აი, მთავარი უბედურება ეგ არის, რომ ანუ ადამიანებს არ აქვს სამართლიანობის აღდგენის განცდა. რაც ამ ხელისუფლების მთავარი დაპირება იყო, რომ სამართლიანობის აღდგენა, რა სამართლიანობის აღდგენა კი არა, საერთოდ გაქრა ეგ ამბავი ადამიანებს. თუ აღიარება არ გინდათ, აი გულში ჩაიხედეთ რა მართლა, ვის გაქვთ მაგის განცდა, რომ ახლა ხვალ რომ რაღაცა თქვენი აზრის გამო პრობლემა შეგექმნათ, წახვალთ და სადმე სამართალს იპოვნით. ეგეთი რამე არ არსებობს. კაი, ბიუჯეტი ახსენე და რაღაც პოზიტიური ნაწილი კიდევ რო გავაგრძელო, რა შედეგი მოიტანოს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბალანსმა. ძალიან დიდი პრობლემა იყო ხოლმე წლების განმავლობაში, ალბათ ახლაც ასე არის, ბიუჯეტის ვერ ათვისება რეგიონების მხრიდან, აი ბიუჯეტზე მეც მიმუშავია რა. ძალიან თანხები უკან ბრუნდებოდა და მე მიდიოდა მთელი ამბავი იმაზე, რომ წლის ბოლომდე მოესწროთ ამ ნაშთების გასწორება და აბა როგორ რამდენი ბრუნდება და რა და
ძალიან იშვიათად თუ გამოუთქვამს ვინმეს ამაზე პრეტენზია, რომ აი რატომ ვერ აითვისე ბიუჯეტი და რა ვიცი რეგიონებში რომ გავიდეთ და თუნდაც რა ვიცი სადაც გინდა წავიდეთ, რამდენი პრობლემა არსებობს, ანუ აბსურდი არის სრული, ამდენი პრობლემა რომ არსებობს ქვეყანაში და ბიუჯეტს ვერ ითვისებს ხალხი. ანუ ესაც ხომ დაბალანსდება მაგ შემთხვევაში, ანუ კონკურენცია როცა არის უკვე ერთის მხრივ შეიძლება ვინმე შენიშვნა სულ არ მისცეს, მაგრამ ადამიანს რომელიც აი ამ კოალიციურ პროცესში არის, ხო, უჩნდება განცდა რომ მე თუ ამას ვერ შევასრულებ, გეგმას არ ვიღაცა პასუხს მომთხოვს. ანუ პასუხისმგებლობასთან მივდივართ პირდაპირ. და კონკურენცია და საბოლოოდ რომ შეხედო გარდა მაგისა, სამომავლოდ მას ისევ ქულების დაწერა ჭირდება ამ მომრჩეველთან, რომ ხო, სოციალისტი მაგალითი გამახსენდა, პარლამენტში მუშაობდი და არ მახსოვს ხოლმე რა კანონზე იყო, რაღაც საბაჟო ამბავი იყო და არ არის ხე ნაწილი საინტერესო, რომან გოცირიძეს ჰქონდა რაღაც ინიციატივა. იმდენად წინასწარ ყველა მიცოდა, რომ მის ინიციატივას არანაირი ხმათა უმრავლესობა არ ექნებოდა, რომ მოსმენაზეც არავინ შემოვიდა ოცნებიდან. ხო. ანუ მიხვდი და ეხლა წარმოიდგინე ზუსტად რო იცი, რომ ყველა ხმა გადამწყვეტია. მოსმენაზეც შეხვალ, კრიტიკულ აზრსაც გამოთქვამ და თუ არ მოგწონს ის ინიციატივა, ეცდები რომ ყველა დაარწმუნო ის რატომ არის ცუდი. და თუ მოგწონს დაარწმუნო რომ კარგი. ანუ ესეც კი რომ ცარიელ დარბაზში ტრიბუნასთან ოპოზიცია რაღაც აქამდე მხოლოდ სილამაზისთვის წარადგენდა რაღაც ინიციატივებს და მე თან ქართული ოცნებაც ამბობდა ხოლმე წარმოვადგინონ კაცო ინიციატივები რატო წარმოვადგინო ანუ თუ არც კი მისმენ და სულ ერთია სულ ერთი თუა ხო და მე მგონია რომ არსებობს საკითხები რომელსაც აუცილებლად ჭირდება ხმათა უმრავლესობა ეხა ხვალ მე მგონია რომ დავდგებით მაგის წინაშე რომ შეიძლება გითხრა რომ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 79 მუხლი და აღარ გვინდა ეს ევროკავშირი არ იყოს ჩვენი პოლიტიკური განაცხადი მე დარწმუნებული ვარ რომ πρოცესი მანდეთ მიდის და ყოველდღე უფრო და უფრო წმუნდები ამ განცხადებებს რომ ვის ერთადერთი რაც მამშვიდებს არის რომ ცვლილებას ჭირდება 112-ზე მეტი ხმა ხო არ ვიცი რომელსაც დღეს ვერ მიიღე არ ვიცი მანდ მიდის ფაქტია პროცესი შეიძლება ეს კონსტიტუციაში წერია მაგრამ ნუ ხო ერთი არა წერია და მე კონსტიტუციის ჩარჩოებიდან რომ დიდი ხანია გასულები არიან ესეც ხო ორი სიტყვა მინდოდა მეთქვა კერძო სექტორზე აქაც რომ დაფიქრდნენ ადამიანები ვინც ბიზნესში არიან ჩართული რას ცოტა ალბათ ბიზნესმენებს კიდევ კარგად აქვთ გაზიარებული და გააზრებული რას ნიშნავს პოლიტიკური წნეხი და გავლენის ქვეშ ყოფნა და ეს მათ იმიჯზე პირდაპირ ურტყამს მათ შემოსავლებზე და ჩაოლებრივ რეალობად იქცა რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე გვესმის მეც რა გამიგე გარდა იმისა რომ აი ხო ცნობილი ამბავია რომ აბა ეხა იქ ვინ მოხდება ტენდერში და ასე აი ხა ეგ უნდა მეთქვა მაგალითად ეხა მე მომისმენი ადამიანებისგან ესეთი აი პატარა ჩემი მეგობრებისგან რაღაც პატარ-პატარა საქმეებს რო აკეთებენ რომ რა უნდა აი ადამიანს რო შეხვდები ესე პირობითად დიდი ხანია არ გინახავს და ეუბნები რომ აი აბა როგორ ხარ აშვების შენი საქმეები როგორ მიდის და პასუხი რა არის რომ აი ნელა რა და რატო ნელა ანუ ამდენი ხანია ამაგას აკეთებ და ვერაფერი და პასუხი არ მინდა რომ ძალიან იყვიროს ჩემმა საქმემ და ვინმეს პოლიტიკური ინტერესი არ გაუჩინო შემთხვევით და რაღაცა თავის ტკივილი არ მჭირდება ეს მომისმენია ადამიანებისგან რომლებიც არიან ბიზნესში ეგეც სევდიანი ისტორია ძალიან მაგრამ აბა დავფიქრდეთ რამდენი გაგვახსენდება ეგეთი ხო მე ტენდერებზე იცი ტენდერებზე რა წეროს თუნდაც კომენტარებში რამდენი ადამიანი გაახსენდებათ ეგეთი ვისაც არ უნდა რა ხო შეიძლება იმ რაღაც ტენდერში შევიდეს და რაღაცა მოიგოს მაგრამ არ უღირს ვიღაცასთან ჭიდაობას ან ვიღაცის ბოდიში და შეტენვას ურჩევნია რომ იყოს თავისთვის და აი პურის ფული იშოვოს რა სევდიანი ამბავია რომ ადამიანებს აქვთ პოტენციალი რომ განვითარდნენ რომ ადამიანები დაასაქმონ რომ რაღაცა პროდუქტი შექმნან და ასე შემდეგ და არა იმიტომ რომ ეშინიათ. თუმცა ტენდერზე მე რა მაგალითიც მომივიდა წეგან თავში არის ის რომ ძალიან ნაცადი ხერხია ისევ ხაზგასმით წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც რომ ტენდერში იმარჯვებენ როგორც წესი და დიდ ტენდერებს უფრო გულისხმობა აქვს ის ბიზნესმენები რომლებიც არიან ხოლმე პარტიის შემომწირველები. ანუ ერთგვარად მე რომ ჩავდე ამ პარტიაში ფული ის მე 3-მაგად და 4-მაგად დავიბრუნე უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეგ პრაქტიკაც ხო აღარ იქნება. კი
ანუ მე მაქვს გაშუქებული. აშევნინე და ეხლა შენ უნდა ხო, თან იმის ჩადებული საპირწონე არ არის, კაცო, იმან რომ 65,000 ლარი ჩადო, საპირწონედ 5 მილიონიანზე მეტი პროექტი მოიგო, მიხვდი? ანუ და თავის დასაქმებულებსაც ხმას მიაცემინებს რა თქმა უნდა, ეს ბერკეტი ხო არ იქნება. მე მაგალითად მაქვს გაშუქებული ამბები, მიმუშავია ბიუჯეტზე, კიდე ერთხელ ტენდერებზე და მის ბიუჯეტზე, სადაც არსებობს რომელიღაც ბიზნეს ობიექტი, რომელმაც აიღო მაგალითად რომ სკოლა უნდა აეშენებინა. მერე 3 წლის განმავლობაში ეს სკოლა ვერ აშენდა, 2 მილიონი ქონდა აღებული და მიზეზად ჩაწერა, რომ ისო რა ქვია, უამინდობა იყო. პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ 3 წლის განმავლობაში იყო უამინდობა, რის გამოც ფუნდამენტის ზემოთ სკოლა საერთოდ ვერ აშენდა. მერე გამოცხადდა ახალი ტენდერი. ოღონდ ტენდერი იმ შემთხვევაში თუ 2 მილიონი იყო, ეხა 5 გახდა. იმიტომ რომ ახალმა თქვა რომ მე ის უნდა დავანგრიო, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის რა ფუნდამენტია და საერთოდ თავიდან უნდა ავაშენო. და უფრო სიღრმეში რომ ჩავედით, ერთიც და მეორეც, ვინც ტენდერი მოიგო, იყო ერთი და იგივე. მართლა? უბრალოდ ქონდა სახელი შეცვლილი. ანუ ჯერ 2 მილიონი იშოვა და არაფერი გააკეთა, მე უამინდობის გამო. ანუ მანდ მე ეს ტექნიკური დეტალებია, იქ რაღაცა შავსიაში შედის, იმ სახელით ვეღარ გამოხვალ მეორეჯერ ტენდერზე, რაღაც და ამ სახელი შეიცვალა, დირექტორები გადათამაშდნენ, რაღაც მოადგილე გახდა დირექტორი და დირექტორი რაღაცა, ბუღალტერი და ხაშურში. არ ვიცი, ის სკოლა უნდა მოვიკითხო აშენდა. არ ვიცი. ძალიან მაგარი ამბავია, ხო? ხო, ანუ ამას ქმნის ეს იქმნება იმ რეჟიმში, როდესაც არ არსებობს ვინც ამას აკონტროლებს. ყველა ერთი ამბის მომკითხავი რო არ არსებობს და მედიაც რო უკვე სულს გაფავს. მედია ხო. ანუ ნახე, ყველა კერძო ტელევიზიას რო თავი დავანებოთ. ხო. საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომელი პარტიის ინტერესს გაატარებს, თუ მრავალფეროვანი პარლამენტი გვაქვს. ხო, ანუ საოცრებამდე მივდივართ. მოდი დანა ხო ის იქნება, რაც გვინდა რომ იყოს. რაც გვინდა რომ იყოს, ანუ თანდათან მოდი შევაჯამოთ უკვე და მე მგონი არაერთი მაგალითი ვთქვით იმისთვის, იმის დასტურებლად, რომ ბალანსი არის ამ ქვეყანაში ერთადერთი რეცეპტი, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ და ნორმალურად იფუნქციონიროს ყველა ინსტიტუციამ და ყველა სახელმწიფო ორგანომ და ხელისუფლების ყველა შტომ. და მოდი, აბა ეხლა ისევ თავიდან დავსვათ ის კითხვა, რითაც დავიწყეთ და აბა ვინ უნდა მოვიდეს, აი ამ კითხვას გავცეთ კიდევ ერთხელ პასუხი. ჩემი აზრით, ამ კითხვის პასუხი არის ის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცა მაღალი პოლიტიკური კლასის მქონე, პოლიტიკური სპექტრი ყავდეს, რაღაცა მრავალ საუკუნოვანი ტრადიციის მქონე პარტიები იყვნენ პოლიტიკურ ველზე. არ გვაქვს, რაც არის ეს, იმედია, რომ კიდევ გამოჩნდებიან ახალი ძალები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, ნებისმიერი არჩევნება. ხო. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ მომხრე და ვიყავი მომხრე იმის, რომ იყოს ბალანსი და შევიდნენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც არიან, ერთმანეთსაც გაზრდიან კონკურენციაში და რაც მთავარია, ყველა ის სიკეთე მოგვეცემა, რაც ჩვენ აი ახლა ჩვენ პატარა დისკუსიაში ჩამოთვალეთ. თავისუფლება ჭირდება ამ ქვეყანას. ინსტიტუციებში, თავისუფლება ჭირდება მუნიციპალურ დონეზე, თავისუფლება ჭირდება მედიას, ბიზნესს და ყველას. პოლიტიკური წნეხი რომ მოიხსნას და საერთოდ რომ არ მაინტერესებდეს ახლა ვიზზე არის ჩემი ბედი დამოკიდებული, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და პლუს თუ გნებავთ, დაუჭამიათ კიდევაც ერთმანეთი, გაცილებით კარგად ვიცხოვრებთ და გაცილებით კარგად გააკეთებს ყველა სტრუქტურა თავის საქმეს მათი ჩარევის გარეშე და იმ წნეხის გარეშე, რასაც ჩვენ საუბრობთ მთელი ეს დრო. და მეც შემაჯამებლად და სამშვიდობებლად ვიტყვი, რომ იცი როგორ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ტრამპი ახალი მოსული რო იყო და რომ გააკეთა უკრაინაზე ისეთი განცხადება, რომელიც ბევრს არ მოეწონა და მისივე ქვეყნის ერთ-ერთმა გუბერნატორმა თქვა, რომ ეს რეებს ლაპარაკობსო. კი. ანუ ჩვენთან ხო ეგ წარმოუდგენელია, ეხლა ხაშურის გამოვიდეს მერი და დაგმოს უცებ, რომ რასაკეთებს ქართულს. ჯეიდი ვენსის ბიძაშვილი უკრაინაში ომობდა და იმ კაცმა გააკრიტიკა.
ხო, ანუ სამინისტროებიც კი ვერ გამოდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რომ ქვეყანამ ევროპული კურსიდან დეპორტაციაზე მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეებმა გაუჩერეს. ხო, მაგას ვიძახი რა, ეგ არის რა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრები და მივიღოთ საუკეთესო შედეგი, რაც კი შეიძლება მივიღოთ. თან ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, რაც არ უნდა დიდი ისტორიული წარსული გქონდეს, როგორც ასეთი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა ჩემი ტოლია. ტოლები ვართ და ჩემზე ცოტა პატარა. შენზე ცოტა პატარა, ხო, ამიტომ რა თქმა უნდა ქვეყანას სჭირდება რომ ვცადოთ. მე ამის მომხრე ვარ. ის ვცადეთ რა, ბევრი ვცადეთ. მინიმუმ ბოლო აგერ ეს ორი ხელისუფლების მაგალითი რომ ავიღოთ, აჩვენა ჩვენ მივხვდით ამას, აი ჩვენ მივხვდით. ჩვენ რომელიც გავიზარდეთ ამ ქვეყანასთან ერთად. დავასრულე. მადლობა რომ გვიყურებთ. მე მგონი საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. და ძალიან მინდა რომ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და ძალიან ბევრი კომენტარები მინდა ვნახო. ანუ ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დისკუსია, რომელიც დღეს გუშინ, რა ვიცი, გვჭირდება და გვჭირდებოდა ძალიან და არ დაიზაროთ, დაგვიწერეთ კომენტარები ხალხო. და იმისთვის რომ ხშირად გვიყუროთ და ჩვენი საინტერესო კონტენტები ნახოთ, უნდა გამიწეროთ Redline-ი, უნდა გამიწეროთ PIAP, ეს არის ჩვენი ერთობლივი კოლაბორაცია და აქვე მარიამო ჯანელიძის ახალი პოდკასტიც, რომელიც მალე გამოცხება და ჩაეშვება. ეს იქნება ლიტერატურაზე. ხო, და ძალიან საინტერესო რამე გველის კიდე წინ. პრინციპში კულტურის სფეროებს შეეხება და კულტურის პოლიტიკაზეც იქნება საუბარი, დისკუსიები და დანარჩენი რა თქმევინეთ თვითონ მარიამოს ჩვენ. ვიდრე გამოჩნდება დავასრულოთ. ხო, ასე რომ მადლობა რომ გვიყურებთ. თავარი დაგვავიწყდა ესეთ კარგ ადგილას რომ ვართ და არაერთი კონტენტი იქმნება ამ ულამაზეს მწვანე კედლებში. პოსტერბარს დიდი მადლობა იმისთვის რომ სივცე დაგვითმო და იმისთვის რომ ასე ერთგულად არის ჩვენთან ერთად და ამ ჩვენს ენთუზიაზმს კიდევ უფრო ამაგრებს.